ვანო გამარჯობა, ვანო ზირაფიშვილი, ანალიტიკოსი გახლავთ დღეს ჩვენთან ერთად. დიდი მადლობა შენი დროისთვის. მოდი ვისაუბროთ პირველ რიგში უსაფრთხოების თემაზე, განსაკუთრებით შავი ზღვის ჭრილში. რახან იქ შეიცვალა ძალთა ბალანსი, ან შესაძლოა სულაც არ შეცვლილა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გარკვეული ინფორმაციები ამის თქმის საფუძველს იძლევა ხოლმე. რა ვითარება გვაქვს რეალურად? და სად არის საქართველოს როლი? მოგესალმებით გიორგი, მადლობა მოწვევისთვის და საკაზიარებისთვის. შავი ზღვის უსაფრთხოება, რომელზეც მიმულია შავი და კასპიის ზღვა, განიხილება ერთობლივად და რატომ განიხილება. ეს არ არის ბოლო წლების თემა, დაიწყო საქართველოს დამოუკიდებლობისთანავე, როდესაც კავკასია და ეს კორიდორი, სანამ კორიდორი დაერქმეოდა, იყო ტრასიკა, მე აბრეშუმის გზა, რაშიც დიდი წვლილი წინამთავრობლებმა ნამდვილად შეიტანეს და ვერ დაუკარგავთ. ქვეყანა გახდა ცნობადი, საინტერესო და განსაკუთრებით დიდი წიაღწევები რო არ გავაკეთოთ, განსაკუთრებით საინტერესო გახდა უკრაინის ომის დაწყებისთანავე. საინტერესო აქ ის არის, რომ უკრაინის ომის დაწყებისთანავე სუეცის არხთან გართულდა სიტუაცია ჰუსიტების გამო. და წამოვიდა ტერმინი უკვე შუა კორიდორი, რომელიც დღეს აღარ არსებობს სამწუხაროდ. დაწყებული თემა დამთავრდა. მაგრამ დამთავრდა საქართველოში აი ამ მოვლენების გამო და ამ პოლიტიკის გამო, რაც დღეს ხდება. თუმცა ინტერესის მიღმა დარჩა და ყურადღების მიღმა ის საკითხი, რომ შავი და კასპიის ზღვების უსაფრთხოება პირდაპირ მიმულია როგორც წესი საქარავნო გზები, სავაჭრო გზები, რომელიც წარმოშობს ინტერესთა კონფლიქტებსაც და წარმოშობს მეგობრობასაც. ქვეყნებს შორის და ინტერესი. ბაიდენს 18 მილიარდი ჰქონდა გამოყოფილი ამ ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ამიტომ გახდა ცნობადი შუა დერეფანი. შავი ზღვიდან ცენტრალურ აზიამდე წვდომისთვის ინფრასტრუქტურის გასავითარებლად. ეს თემა დღესაც აქტუალურია, თუმცა ფინანსურად გაჩერებულია ისევე როგორც ჭირდება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასთან. ცხადია და იმედოვნებ რომ ეს დროებითია ყველაფერი. რაც შეეხება საკუთრივ შავი ზღვის უსაფრთხოებას. ჩვენ თვალს გავადევნებთ, უბრალოდ ფაქტები მოვიყვანოთ, რომ ჩვენი ანალიზი და შეხედულება რაზე მყარდება. მაშინ, როდესაც უკრაინას არ ჰქონდა რაკეტები, არც აიმარსები და არც შორი ფრენის რაკეტებზე უფლება, რომ ზურგში დაერტყა რუსებისთვის, გარკვეულწილად წვანი ჰქონდა ანთებული შავ ზღვაზე. 23 ან 26 თუ არ ვცდები, ცურავი საშუალებაა, მათ შორის ის დიდი სადესანტო გემები ჩაძირული, რომელიც 2008-ში მონაწილეობდა, ფლაგმანი კრეისერი, რომელიც საყოველთაოდ ყველამ იცოდა, და შავი ზღვა აი ამ მოქმედებით, უკრაინის ძალისხმევით და დახმარებით, საერთაშორისო დახმარებით, აღარ არის რუსული ტბა. მიუხედავად იმისა, რომ შავი ზღვის გარშემო ნატოს ქვეყნებია განლაგებული თურქეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, მოგეხსენებათ, ერთ-ერთი ფლოტი, რასაც ყავდა, რასაც ქვია ფლოტი, საპირწონე იყო რუსეთის წინააღმდეგ თურქეთის. დარჩენი ფლოტილებით არის წარმოდგენილი რუმინეთიც, ბულგარეთიც. ძალთა ბალანსი იყო რუსეთის სასარგებლოდ. მაშინ, როდესაც რუსეთს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიის გარდა მხოლოდ 90 კილომეტრიანი წვდომა აქვს შავ ზღვაზე. რაც შეეხება აზოვს, ეს ტყეძირიანი ნავებისთვის არის და იქ სამხედრო ვერტკორვეტი ვერ მუშაობს. ნოვროსიისკის ბაზა, რომელიც გარკვეული პერიოდით იყინება, თან არ არის სევასტოპოლი. შტორმული არის. შტორმულიც არის, იყინება 3 თვის განმავლობაში და სევასტოპოლივით ვერ შეძლებს მიიღოს თუნდაც გადაერაღების შემთხვევაში ახალი სამხედრო გემები. რა გამოიწვია ამ ყველაფერმა? შავ ზღვაში რუსეთის სამხედრო ფლოტის, მოდი ასე ვთქვათ, ფლოტილიამდე დაყვანა. არ ვამბობთ, რომ სამხედრო ძალები აღარ ყავს საზღვაო, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ფლოტილიაა და ეს შავი ზღვის ფლოტი ნამდვილად აღარ არის. იგივე ის ფაქტი, როდესაც ჩვენ თვითონ ხედავთ რუსეთისგან გავრცელებულს, რომ ხმელთაშუა ზღვაში, სადღაც ტუნისთან,
იძირება გემი, რომელიც მიდის ტარტუსში, მაგრამ ეს გემი არის სამოქალაქო და არა სამხედრო. რადგან აღარ ყავს სადესანტო გემები. ეს ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს, რომ სირიიდან სამხედრო ტვირთის თუ ჯარის რა დანიშნულებითაც არ უნდა ყოფილიყო, ამის გამოსაყვანად რეალურად სადესანტო გემი, რითაც უნდა გამოვიდეს სამხედრო ტექნიკა, აყავს. ძალიან კარგია ძალთა ბალანსის აღდგენა, მით უმეტეს ჩვენს პირობებში, როდესაც რუსეთს ოკუპირებული აქვს აფხაზეთის ტერიტორია და აქვე დგას ანაკლიის საკითხი. რაც შეეხება ანაკლიის საკითხს, ძალიან შორს რომ არ წავიდეთ. რა თქმა უნდა, ანაკლიის საკითხში უკვე მესამედან მთავარი მოთამაშე ერთობა ჩინეთი. მე ვიტყოდი ეს ჩართვა არ ხდებოდა რუსეთის გარეშე, იმიტომ რომ ჩინეთი უფრო საფარი იყო რუსეთისთვის, ვიდრე ასე ვთქვათ პარტნიორი, რათა გარკვეულწილად წვდომა ქონოდა იმ ღრმაწყობა პროექტზე, რომელიც არ არის დაწყებული 90-იან წლებში და ბევრად ადრე განიხილებოდა ეს პროექტები. ანაკლიის პორტი საინტერესოა უკვე იმაზე ის მეტყველებს, რომ ნატოსთვის და ამერიკისთვის საინტერესოა ის მეტყველებს, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილედ დადგენილია ადამიანი, რომელიც ინვესტორად მონაწილეობდა პორტის მშენებლობაში. აქედან შეგვიძლია ვარაუდოთ, რომ არათუ ინვესტიციის ნაწილშია საინტერესო, ძალისმიერ ნაწილშიც საინტერესოა, ძალის დემონსტრირების ნაწილში. რა თქმა უნდა, ძალის დემონსტრირება არ უნდა გავიგოთ ისე, რომ ამერიკა საქართველოს წინააღმდეგ ძალის დემონსტრირებაში, არამედ როგორც შავი ზღვის უსაფრთხოების. საიდანაც უნდა მოხდეს წვდომა ცენტრალურ აზიასთან და ცენტრალურ აზიასთან წვდომა ნიშნავს პრობლემური ირანის ჩრდილოეთის მხრიდან დასავლეთის შეღწევას, ავღანეთთან შეღწევას, ყველას მოეხსენება, რამდენად მნიშვნელოვანი იყო საქართველოს საჰაერო სივრცე ავღანეთის კამპანიის დროს, მანასის აეროპორტამდე წვდომაში, რომ ამერიკას ჰქონოდა საშუალება. ანუ, რასაც ვამბობთ, ჩვენმა მდებარეობამ განაპირობა ის, რომ ჩვენ ვართ საინტერესო ქვეყანა. მაგრამ დღესაც ხდება ხელოვნური დაბლოკვა იმისი, რომ არ ვიყოთ საინტერესო დასავლეთისთვის. რაც ყველამ უნდა გაიგოს, რომ ჩვენაირ პატარა ქვეყნებს არ არსებობს აბსოლუტური სუვერენიტეტი, არსებობს შეზღუდული სუვერენიტეტიც. მაშინ, როდესაც 1000 კილომეტრზე გადაჭიმული ტყუილად განწყობილი მეზობელი ყავს და დედაქალაქიდან გრავიტაციის ცენტრიდან 40 კილომეტრში საოკუპაციო ხაზი გაქვს, აუცილებელია დიდი ქოლგა, როგორც არის ნატო, აუცილებელია ევროკავშირი, ისეთი ქვეყანა, ისეთი კავშირი, სადაც თავს იგრძნობს თავისუფლად. და ეს რომ მოხდეს, ამიტომაც, რაზეც ვსაუბრობთ, რომ შენი ქვეყანა უნდა იყოს საინტერესო, უნდა იყოს გამტარი, უნდა იყოს მისაღები, რომ როდესაც ვიღაც დებს, ჩვენ სხვა შორის ქართული მხრიდან ბევრჯერ წამოვიდა ასეთი რამე დასავლეთის მიმართ, რომ არასათანადოდ დაგვიგვიანეს ნატო, ეს დაგვიგვიანეს თუ სარგებელი არ მიგაქვს. ცხადია, ზედმეტი თვითი არავის არ ჭირდება. ყველა სახელმწიფო მუშაობს საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან. მე მგონი დამეთანხმებით. და როდესაც ეროვნული ინტერესები დგას საპირწონედ და ისეთ სივრცეში, როგორც კავკასია და სამხრეთ კავკასია განსაკუთრებით, საპირწონედ ძალიან ბევრი ქვეყნის ეროვნული ინტერესები დგება. ცხადია, არავის არ უნდა შეჯახება, დაჯახება, ყველა ცდილობს თვალნათელი მაგალითია უკრაინის, რომ ეს არ გადაიზარდოს რაღაც გლობალურში ეტაპობრივი დახმარებების სახით. ჩვენ ასეთი დახმარება მუდმივად გქონდა. და იმედია, რომ ეს მოდახმარებები გაგრძელდება. და შავი და კასპიის ზღვების უსაფრთხოების საკითხი ჩვენთვის არის სასიცოცხლო, რომ როდესაც შენით ხდება წვდომა ცენტრალურ აზიაზე და თვითონ ხდები მერე გამტარი იქიდან წამოღებული რესურსების. ჩვენ ეს უკვე გამოცადეთ, რას ნიშნავდა უსაფრთხოების ნაწილში ბიპის კუთვნილი ბაქო ჯეიჰანის მილსადენი.
რომელიც გამომდინარე იქიდან, რომ ეს ტრანსნაციონალური კომპანია, რომელიც უზარმაზარი იყო და ბევრად მეტი საპირწონე გაზპრომისთვის, ვერ დაადო ხელი ვერავინ. მაშინ როცა ყველა აეროპორტი დაგვებომბა, დედაქალაქის შემოგარენი დაგვებომბა, საქაერო ნავიგაცია დაგვებომბა, ვერ ახლეს ხელი. ანუ ეს არის უსაფრთხოების ნაწილი. ასევე გავიხსენება ამ შავი და კასპიის ზღვების უსაფრთხოების ნაწილში ცოტა 35 წლის, 30 წლის წინანდელი ამბავი ქუვეითის, ოდესაც ჰუსეინი შეიჭრა ქუვეითში. და სამთვეში სერიოზული პასუხი გასცეს უდაბნოს ქარიშხლის სახით ამერიკამ და დასავლეთმა. რატომ? იმიტომ რომ იქ დასავლური ინვესტიციები იყო. და თუ ჩემი ქვეყნიდან გავა დასავლური ინვესტიციები, მაშინ აზრს კარგავს შავი ზღვის უსაფრთხოებაც, კასპიის ზღვის უსაფრთხოებაც, კარჩაკეტილი რჩება ცენტრალური აზიაც, რომელმაც უბრალოდ არ იცის საცა იყოს რესურსები. ყველას მოეხსენება, რომ ყაზახეთი მენდელეევის ყველა სისტემით არის წარმოდგენილი. მაგრამ რუსეთზე გავლა აღარავის აღარ უნდა. შუაზიური ნახშირწყალვანი საბადოები ეს რავადა აქ, ანუ აი ამ დროის ფანჯარას, ასე ვთქვათ რა. დროის ფანჯარას. ეს ყველაფერი ხო დროზეა დამოკიდებული, ხო? სამწუხაროდ რაღაცნაირად ისე ისტორიული ბედივით გვაქვს, რომ თუ დაკონსერვდა ბოდიში აქვს, მაგ შემთხვევაში შესაძლოა ვიღაც მაგას ალტერნატიული გზა ნახოს. ყოველთვის რაღაცას მაზავთ რაღაც ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო. ნუ ეხლა ვთვლი, რომ დღეს სუბიექტური მიზეზებია ერთი რაღაცა ვიწრო პოლიტიკური ინტერესის გამო რაღაც ფერ ხდება. და ეს ყველაფერი გადანათლულია იმით, რომ ნაცვლად შენი ქვეყნის უსაფრთხოებისა ვიღაცას ამას არქმევს ომი გინდა, ომი კი არ მინდა. ჩემი ქვეყნის გადაზღვევა მინდა. რომ ვიცოდე, რომ ჩემთან ერთად საკუთარ ინვესტიციას დაიცავს ფრანგი, გერმანელი, ამერიკელი და ბრიტანელი და რა ვიცი, ვინც გინდა იყოს. მარტო ჩემი დასაცავი არ იქნება. და მაშინ როცა იგივე ინვესტიცია ჩემს ქვეყნის ბიუჯეტსაც შეავსებს და ჩემი ქვეყნის ადამიანსაც დააპურებს. რაც შეეხება ვადას, ძალიან ძნელია. სამწუხაროდ დღევანდელმა მოვლენებმა და თავის ადავარქვა თავრობის გაჯიქება ამ ყველაფერმა გადაწია ეს ყველაფერი. არ შეიძლება ესე რაღაც თარიღების დათქმა, რომ 28-ში შეხვალ ევროკავშირში. ევროკავშირში შესვლას ხალხი ემზადება. წლობით ემზადება სახელმწიფოები. იმიტომ რომ იყოს თანაფარდი მის ეკონომიკასთან, მის სამართლებრივ მდგომარეობასთან. კი ბატონო, არ არის სამხედრო კავშირი, მაგრამ გვერდით ნატოა. ნებისმიერი რეფორმით უნდა იყოს თანაფარდი. ასე 28 წელს აიღო და შეხვიდე, ეს არის ტყუილი. რატო ვამობ ამას? ვადარებ. დღეს 24 წელია. 25 უკვე. 25 და დრო გადაიწევს. ბევრით გადაიწევს, ჩვენ არ ვიცით რამდენით. მაშინ როცა ჩვენ მართლა ქონდა საშუალება, რომ რაც რითაც დავიწყე საუბარი, რომ ეს შუა კორიდორი, შუა დერეფანი, ტერმინი არათუ გამქრალიყო საერთოდ. ეს გაღრმავებულიყო. მე მადლობით მინდა თქვა, რომ შევარნაძემ უბრალოდ მოიგონა ტრასეკა და როგორ დააინტერესები და აბრეშომის გზა დაარქვა. აი ყველაფერს წყალი გადაასხეს. ყველა წინა მთავრობა ჰქონდა ღერძი აღებული სწორად, აღმოსავლეთ დასავლეთ. დერეფანსაც ასე ერქვა. დღეს რა ქვია, არავინ არ იცის. სად არის, არავინ არ იცის. ნუ ცხადია, გააჩერა ყველა პროექტი გაჩერდა დასავლური, მაგრამ იმედოვნებით რომ ეს არის დროებით, იმიტომ რომ გამოსავალი რა ღმერთმა ისეთი მდებარეობა მოგცა, რომ ჭირდებით. და ისევ მათი ინტერესიდან გამომდინარე, გამოსავალი არის ახალი არჩევნები, ხელისუფლების ცვლილება და საქართველოს დაბრუნება იმ ორბიტაზე, რაც მიწერია კონსტიტუციაში. ჩვენ არ მიწერია რუსეთის ორბიტაზე ყოფნა. მაგიცი, ისტორიული წიაღისეულიდან შემიძლია ერთიანდება თქვა, რომ იმიტომ მივიღეთ ქრისტიანობა, რომ ბიზანტია, რომელიც ჩვენთვის მაშინდელი დასავლეთი და ევროპა იყო, ქრისტიანული იყო. ამიტომ მიიღო ქრისტიანობაც დიოკლეტიანემ. იაროსლავმაც
888 წელს სხვათა შორის რუსეთის ქრისტიანობაც ასე მოხდა. რომ რელიგიურად, კულტურულად დაახლოება ნიშნავს ყველაფერს. და ჩვენ ყველაფერი რაღაც მართლა უსაგნო თემები, კაცი, ქალი. ამას შევწირეთ ეროვნული უსაფრთხოება, ეროვნული ინტერესი. მე სპეციალურად არ ვსაუბრობ დოქტრინალურად ის უბრალოდ მინდა რომ ადამიანური გასაგებიანით იყოს. ნათქვამი რომ როდესაც 91-ბაზა გავიდა შავი ზღვის უსაფრთხოების მოკლე ისტორია რო გითხრათ, მაშინ დაიწყო. სწრაფი ტემპით დაიწყო, რომ რამენაირად ჩანაცვლებულიყო შავი ზღვის უსაფრთხოებას საქართველოსთან გასული ბაზების მაგივრად ყოფილიყო რაღაც წარმოდგენილი. ნუ აქ საუბარი არ არის ან ნატოს ჯარებზე არის ან ის, მაგრამ როგორც კი ეს გააქტიურდა, რუსეთმა დაასწროს უყველას და შემოვიდა ფართომასშტაბიანი ომით. თუმცა ის აღქმა და ის გაგება, რომ ჩვენ რომ ნატო მოგვინდა, რუსეთმა ამით დაგვსაჯა, ეს არის აბსოლუტური ცდარი შეხედულება. ეს არის რუსეთის იმპერიული საგარეო პოლიტიკა. და ცდილობს რომ არ გაექცეს საქართველოს ხელიდან, საქართველოს გაექცევა ხელიდან, გაექცევა ხელიდან მთელი კავკასია. და გუშინდელი ამბავი, როდესაც საქართველოს შეჩერებული აქვს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასთან და ჩვენი უახლოესი მეზობელი სომხეთი, რომელიც ჯეროდა კებედან არ არის გამოსული, უკაცრავად უხოდან კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციიდან ხდება ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი. ეს უფრო გვაფიქრებინებს, რომ შავი და კასპიის ზღვების უსაფრთხოების საკითხი წინა პლანზეა. წინა პლანზე დადგება ისევ ანაკლიის საკითხიც, რომ ეს პორტი არის ახლა ჩემი ფანტაზიის ნაყოფი არ მინდა იყოს, შეიძლება პორტო-ფრანკოც კი გახდეს, მაგრამ აუცილებლად შედება. მაგრამ ეს არ იქნება რუსული პორტი, ეს იქნება ქართული პორტი, რომელიც დასავლურ ინტერესს გაატარებს კავკასიაში. რომელიც წყალი ვიჭირდება. პირდაპირ გეტყვი, რატომ უწოდა ფაშისტური სახელმწიფო ალიევმა სომხეთს? მაშინ როცა გამარჯვებულია, მაშინ როცა დაიბრუნა ტერიტორიები. რაღაც ერჩის. მაგრამ ალიევისთვის საფრთხეს წარმოადგენს დასავლეთზე ორიენტირებული სომხეთი და საფრთხეს წარმოადგენს დემოკრატიული საქართველოც. აზერბაიჯანისთვის არა, ალიევისთვის, როგორც დიქტატურის კლასიკური მაგალითი, მემკვიდრეობით მიღებული რაღაც ავტორიტარულ, დიქტატორულ რაღაც ნაზავი ხელისუფლებისთვის. ის ხედავს თუ როგორ მოცოცავს დასავლეთიდან თავისუფლება. როგორ შეუდგება წყალი მის, იმიტომ რომ შავი ზღვიდან გაივლის კასპიის ზღვაზე და უნდა გადავიდეს ცენტრალურ აზიაში. მიუხედავად იმისა, რომ მას ძალიან ჭირდება დასავლეთი, რომ სადღაც უნდა გაყიდოს, რუსეთში ამას ვერ გაყიდის, ირანში ვერ გაყიდის, საქართველოშიც აღარ ყიდის, არც გაზს, იმიტომ რომ საქართველო უკვე რუსულ გაზს ყიდულობს. მაგრამ მიუხედავად ამისა, ხელისუფლებით კბობით ანალოგიურად უშლის ხელს აზერბაიჯანს, როგორც ჩვენთან ხელისუფლებით კბობაში შესული ადამიანები უშლიან ნორმალურ განვითარებაში. მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ეს დიდი ხნის საკითხია, საერთაშორისო საკითხია. შავი ზღვის უსაფრთხოება ცალკე აღებული, ახლა მე ჩვენ რა თქმა უნდა საქართველოს ვტკივა, ყველა თან ისეთი ემოციური ფონი გვაქვს დღევანდელ სიტუაციაში, მაგრამ აქ არის თურქეთი. ამ ნაწილზე სირიაც მიბმული. მაშინ როცა თბილწყლებზე გასვლის ოცნება ნელ-ნელა შეეზღუდა რუსეთს, როცა გიბრალტარიდან უნდა იურთიერთობოს სტატუსთან, რომელსაც შეიძლება დღეებიც აქვს დათვლილი, ხო? ალბათ დათვლილი კი არა, ალბათ მორჩენილი აქვს უკვე. შეიძლება. შავი ზღვიდან ვეღარ მუშაობს, აქვე ჩართულია თურქეთიც და ეს მთელი სიფტყეა. სიფტყე, რომელიც მიდის დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ. მაგრამ ვერავინ არ გაექცევა, კარიბჭე ჩვენ ვართ და ამას ყველამ უნდა გავუსწოროს თვალი და თუ ვინმე საქვეყნისთვის პატარა გული შესტკივა და რამეს ამბობს, რომ შვიდობა უნდა და ქვეყნის განვითარება უნდა, აი ამ განვითარებას უნდა დაუდგეს გვერდით
ყველამ ნება იბოძოს და სამართლებრივი გზებით მივიდეს ისე, რომ ეს ქვეყანა იყოს ყველასთვის მისაღები და გამტარი. კეთილი, დიდი მადლობა. მადლობა თქვენ.